იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. წვილი გინეკოლოგი. ხო, მოკლედ შვილი, მოკლედ დანიშნულება ყველაფერი აქ დაგიწერე სიტყვით გარკვევით და რა ვიცი, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული ანალიზის პასუხების მიხედვით, რაც საჭირო იყო. ყველაფერი რა, ძალიან გთხოვ ჩემი გოგო, რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება, ხო? აბა შენი იცი ახლა გაკოცე ბევრი, მიდი, წადი ჩემი ხვართალა ლამაზმანი, გაკოცე. ძალიან დავიღალე. ძალიან. მობძანდი? შეიძლება. როგორ არ შეიძლება? მოდი. გამარჯობა გრძანდებით. მადლობა, კარგად ჩვენ როგორ ვართ? კარგად. აი ეს იგი ერთი კვირის წინ ვიყავით თქვენთან, ჩავაბარეთ ანალიზები და ახლა მოვედით პასუხებზე. პასუხზებია. რა არის, როგორ არის? ახლა ვნახავ ყველაფერს ბაზაში გადავამოწმებ, ხო? ხო და თქვენ თუ მეუღლე? არა, ორივემ ჩავაბარეთ ანალიზები. ეკოსკოპიაზეც ვიყავი, მესამეზე ქალბატონ თამართან. ძალიან კარგი ჩემო მამაზო. კარგი გადავაგწმოთ. ხო. ვაიმე გამახსენდა ახლა თქვენი ანალიზები ლაბორატორიაში ჩატანილი და სულ მალე ჩემი თანაშემწე ამოიტანს, ხო? კი ბატონო, არ არის პრობლემა. კარგი, თქვენსაც კი ვნახავ ახლავე. აჰა, ეს მომწონს, კარგია ძალიან. კი ბატონო. ხო, აქაც ის კარგია, კარგი გადასვლა გვაქვს. ხო. ბავშვი პირველია. რა თქვით? რა ბავშვი? ვაიმე ანუ ფეგზიმედა. ხო არიცოდი? ვაიმე ნამდვილად. ვაიმე გილოი ჩავჩები Facebook-ზე უნდა ავტვირთო. არა, მე უნდა დავდეჯე. სამი კვირით ორსული. მამა გახდები. ხო ჩემი გოგო ხო რა ხდება? მარტინაზე პაპატიეცა მომინდა 20. ჭამე კაცო. თქვენი სახელი და გვარი? შოთანოზაძე. თქვენ შვილი არ გეყოლებათ. არა, სანერვიულო არაფერი არ არის. რამოდენიმე წელი უნდა იმკურნალოთ უბრალოდ და შემდეგ აუცილებლად გეყოლებათ შვილები. არა, გოგო, რაღაცა გეშლებათ აშკარად. არა, სულ გეშლებათ, ან გადაამოწმეთ ეს ანალიზები, იმიტომ რომ ჩემი ლამაზი ცოლები მეგზიმედ არის. უკვე არის. მოდი მე გადავამოწმებ. გადაამოწმეთ რა ქალბატონია გეხოცებით. რაღაც არის არამდარეული მანდი. ხდება ხოლმე, არა უშავს, პრობლემა არ არის. ეჭვი მეყარება. ხო იცით რაშია საქმე, ჩემი თანაშემწე ნამდვილად არ ცდება ამ შემთხვევაში. თქვენ ამ ეტაპზე ნამდვილად ბავშვი ვერ გეყოლებათ. დიახ. მოიცა კაცო ეხა, მოიცა. რაღაცას ხუმრობთ ეხა თქვენ რა თქვენ როგორ არა. ამ ეტაპისთვის თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ. როგორ კაცო, ჩემი ცოლი ბეგბეგძიმე. თამარ ხო შოთა. თამარ რა შია საქმე? რა ანუ როგორ რანაირად მე თუ შვილი არ მეყოლება და შენ როგორ გეყოლება მაშინ ანუ ხო ხტები? რანაირად ანუ მე თუ არ მეყოლება შენ როგორ გეყოლება? ანუ ამოცანა გვეკითხება. თუ მეუღლე ფეხმძიმედ არის და ქმარს არ შეუძლია შვილი ყავდეს. პირობაა ესეთი ამოცანას. ხო. როგორ? რანაირად შეიძლება ეყოლოს ცოს ბავშვი? ხო, მაგრამ მე ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ მათემატიკაში ძალიან სუსტი ვარ. არა, თამარ, უყურე ხარ რაღაცა უნდა მოვიფიქრო. ეს მათემატიკური ამოცანა არ არის. ეს არის სამედიცინო ამოცანა, ხვდები? ეს არის სამედიცინო ამოცანა. თუ ჩვენ ეს ამოცანა ვერ ამოვხსენით, შემდეგ გადადის სისხლის სამართლის კაზუსში. გაიგე? ანუ მე თუ ბავშვი არ მეყოლება, შენ როგორ გეყოლება? კაცო, შენ არ გეყოლებაო, თორე მე მეყოლება, რა პრობლემაა? ხო, მართალია, მე თუ არ შეგეყოლება. ხო. ხო, მაგრამ როგორ? ხო, როგორ? ექიმო. რაღაცა გეშლებათ, გადაამოწმე ძალიან გთხოვთ რა. კი რა, კიდე ერთხელ. თუ საჭიროა ჩავაბარებ ანალიზებს, მე პრობლემა არ მაქვს. გადამოწმებულია ბატონო, არ ვწდებით. თქვენ შვილი არ გეყოლებათ ამ ეტაპზე, რა გავაკეთო? კარგი, მე წავედი დაქტოვებთ.
ნახე ახალი ქირურგი როგორია? ერთი. მოკაცრავთ. ნახონდის? მიდი საყვარელო მოდი. თამარ ეხა მართლა გეუნებრი ეხა მართლა იქნება რაღაცა მაშვები რა ქვია. მართლა ექიმო რა მართლა მითხარით რა როგორ რანაირად გოგოს ველოდები რანაირად აბა ცდები ძვირფასო ძალიან ცდები თან გოგოს ელოდება თქვენი მეუღლე და თქვენ მოდი სიმართლეს დაელოდეთ ხო? თამარ ამიხსენი ეხა თამარ რა შეასაქმე ღალატობ თუ რა არა ღალატობ აბა როგორ არ ღალატობ კაი გეხვეწები დაწყნარდიშოთა და ჩემ შვილს დედა შენი სახელს დავარქვევ როგორ ჩემთან ხვდით გასაგებია დედა ჩემი სახელს დაარქვი მაგრამ როგორ რანაირად როგორ მე თქვენ შემეძე ვისია ეს ვისია კაცო რა ვისია მე არ ღალატობ აი რატომ აკადრებ საერთოდ ეგეთ ფაქტი ხარია არ ღალატობ თქო გეუბნები არა მაგრამ შეიძლება მართალი ხარ მჟავე მომინდა რაღაცნაირად. მჟავე არ გამოცულელი ხარ გამაგიჯო. ვინ არის მითხარი? ვით ამხარაბა? აი რა გაყვირებს შეიძლება ბავშვთან ეს ყვირი. ის მითხარი გოგო ვიცნობ თუ არ ვიცნობ? ვაი მეცით რა არის ახლა ძვირფასო შეიძლება მე არავინ მეკითხება მაგრამ უცხო და გადამთიელი აქ ნამდვილად არ ჩამოვიდო და მაგის გამო ვიღაცა შინაურია ხო ძვირფასო არ ვიცი ვინ არის მითხარი იცოდე ვისი ცხოვრება გავხადო ხან მოკლე მითხარი თამარი აუ შოთა არ მინდა რომ დაგასპოილერო რო გაიზრდება შენ თვითონ თუ გამოგიცნობ მაინტერესებს შენ გოგო ნორმალური თუ ხარ საერთოდ ნორმალური ხარ ჰა ეკიმოთი მაჩვენეთ რა ეხოსკოპია ჩამეთე რა ერთი წუთი ფოტოები მაჩვენე ეხოსკოპის ეს არის ხო აი გადავიდე ერთი წუთი მე თვითონ მიხვდი ხო მიდი ნახე ძვირფასო ხო კი აი კოსტა ერთ-ერთი ბავშვებს კაფეში კი ეს ნაპოლი ეს ნახე შეხედე სამი კვირისაა ბავშვია გავს ერთ-ერთი გავს შეხედე დააკვირდი ეხლა მივხვდი რატომ მეუნებოდა ხელობის ფულს არ გამოგართო მარტო მასალა რაც დაждდება ეგ ნაპოლი კაი რას ბოდავ რა შოთა რა კარგი რა რატომ მეუბნები ეგეთ რაღაცას გეხვეწები რა ექიმებს ნუ ჯერებ და მე დამიჯერე ეს ექიმო არ შეიძლება რომ შეცდეს ანალიზები ხო ხდება ხოლმე ძვირფასო მაგრამ ეს უკვე ორჯერ გადამოწმებულია და იმ ერთხელ ეტყობა თქვენ შეეცდით ხო იქნება არ შევცდი და ნებით მოხდა ხო მაშინ მე შევცდი აი ხო გეუბნები ცდებიან თქო ლაბორატორია ცდება შოთა რა ექიმებს უჯერებ და მე არ მიჯერე ჩემი სახელი არ ახსენო საერთოდ აუ შოთა კაი შოთა სახელი აღარ არსებობს შენთვის შეუსინდი სოკალო შენ დამალი ეს გამოჯობა კოსტა გაგიმარჯოს კოსტა შენ ხო მორჩი ჩვენთან კაფელის დაგებას და აქ რა გინდა მითხარი მე ყველაფერი მესმოდა ქალბატონო თამარ ეს გამომართ ძალიან მიხარია ბავშვი აუცილებლად უნდა შევიყვანოთ კერძო ბაღში. რო გაიზრდება მე სკოლა და უნივერსიტეტი თვითონ არჩევს. სქესის გაგება ჩავატაროთ ყვარელში. თუ ცისფერ კაფელს გავაკრავ, ესე იგი ბიჭია, თუ ვარდისფერს გავაკრავ, ესე იგი გოგოა. ის პანტელეიმონი დავარქვათ გოგოს ვენერა. შენიერია. კოსტა ხუა გააფრინე შენ რა პანტელეიმონი და ვენერა. აი რა. აუ ძალიან ბედნიერი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.